სიმების თეორია არსებობს. ის რეალურია და მისი შესწავლა შეგვიძლია. სამყაროს სიმებისგან შექმნილი ერთგვარი სიმფონიაა. ეს არის ჩემი განტოლება. მე ვარ სიმური ველის თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. პირადად მე მჯერა, რომ სამყაროში ინტელექტუალური სიცოცხლის სხვა ფორმებიც არსებობენ. შეგვიძლია თუ არა მათთან მისვლა. ამისთვის პლანკის ენერგიის მიღწევაა საჭირო. როდესაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ცნობებს ვაანალიზებთ, მათი დაახლოებით 5% ნამდვილად გაოცებას იწვევს. შესაძლებელია ციფრული უკვდავების მიღწევა, თუმცა უკვდავების მეორე ფორმა გაცილებით რთულია. ეს არის ორგანული უკვდავება, როდესაც შენი ფიზიკური სხეული სამუდამოდ აგრძელებს არსებობას. წარმოიდგინეთ, რომ კვანტურ მექანიკას უბრალოდ გამოვრთავ. თითქოს მაგიის ძალით ის უცებ გაქრეს. რა მოხდება? მეც გავქრები. დიდი აფეთქებები მუდმივად ხდება. მაშინაც კი, როდესაც ახლა ვსაუბრობთ, ახალი სამყაროები იბადებიან. შესაძლოა სამყაროს საბოლოო სიკვდილისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა თავად ამ სამყაროს დატოვება იყოს. მიჩიო კაკუ არის იაპონური წარმოშობის ამერიკელი თეორიული ფიზიკოსი, რომელიც მსოფლიოში იმით არის ცნობილი, რომ მეცნიერების პოპულარიზაციას ეწევა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია თეორიული ფიზიკა, მუშაობს სიმების თეორიასა და სიმური ველის თეორიაზე. ის ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მათემატიკური მოდელები შეიმუშავა. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს მეცნიერების პოპულარიზაცია. ის რთულ ფიზიკურ თემებს ფართო აუდიტორიისთვის მარტივად და გასაგებად ხსნის. ფუტუროლოგიის მხრივ ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი 50, 100 ან 1000 წლის შემდეგ. დაიბადა 1947 წლის 24 იანვარს. ბავშვობიდან აინტერესებდა ფიზიკა. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. მრავალი წლის განმავლობაში იყო პროფესორი ნიუ-იორკ სიტი კოლეჯის. მიჩიო კაკუ ხშირად საუბრობს მრავალგანზომილებიან სამყაროზე, სიმების თეორიაზე, შავი ხვრელების ფიზიკაზე, დროში მოგზაურობის თეორიულ შესაძლებლობაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ კომპიუტერებზე, სხვა ცივილიზაციების არსებობაზე, კაცობრიობის მომავალ კოსმოსურ კოლონიებზე. ის აღნიშნავს, რომ ამ თემებიდან ბევრი დღეს მხოლოდ თეორიულია და არა დადასტურებული ფაქტი. გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო მნიშვნელობის წიგნი. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სატელევიზიო შოუსა და დოკუმენტურ ფილმებში. სამეცნიერო ტელეარხებმა ისეთი როგორიცაა Discovery, National Geographic, History Channel, ასევე ტელევიზიებმა BBC, PBS, CBS. ის არაერთხელ მიიწვიეს თავიანთი დოკუმენტური ფილმებისა თუ გადაცემების წამყვანად. მოკლედ, ძალიან საინტერესოა ამ მეცნიერის მოსაზრებები სამყაროს შემეცნებისა და მასში ჩვენი არსებობის მნიშვნელობის შესახებ. კოდი ქართულად გთავაზობთ ერთ-ერთ ამერიკულ პოდკასტში მიჩიო კაკუს ძალიან ღრმა, ამავე დროს მარტივ ინტერვიუს. პირველი თავი, სიმების თეორია. სიმების თეორია სწორია? არ ვიცი, თუმცა ამ ეტაპზე ეს ერთადერთი თეორიაა, რომელსაც რეალური შანსი აქვს. მას კონკურენტი თეორია პრაქტიკულად არ ხავს. სიმების თეორიას სირთულით ვერ გაუტოლდა ვერც ერთი სხვა თეორია. სიმების თეორია კი მარტივად რომ ვთქვა, მუსიკის თეორიაა. დაფიქრდით მუსიკაზე, რამდენი სხვადასხვა ნოტი შეიძლება გამოცეს ვიოლინოს სიმმა. ლა, სი, ბემოლი, დო დიეზი. ზუსტად ასეა სუბატომურ ნაწილაკებთანაც. მაგალითად, ერთი ვიბრაცია შეიძლება იყოს ელექტრონი, მეორე პროტონი, მესამე ნეიტრონი, ნეიტრინო და ასე შემდეგ. ისინი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ერთი უმცირესი სიმის სხვადასხვა ტიპის ვიბრაცია. მაშ რა არის სუბატომური ნაწილაკები? ისინი არსებითად ნოტებია, რომლებიც ვიბრირებადი სიმების მიერ იქმნება. მაშ რა არის ფიზიკა? ფიზიკა ამ ვიბრირებადი სიმების ჰარმონიის კანონებია. რა არის ქიმია? ქიმია ურთიერთქმედებაში მყოფი სიმების თეორიაა, რომლებიც მოლეკულებსა და მატერიას წარმოქმნიან. რა არის სამყარო? სამყარო სიმების უზარმაზარი სიმფონიაა. და რა არის ის, რასაც ალბერტ აინშტაინი სიცოცხლის ბოლო 30 წლის განმავლობაში ასე ხშირად მოიხსენიებდა, როგორც ღმერთის გონებას. ჩემი აზრით, ღმერთის გონება იქნებოდა კოსმოსური მუსიკა, რომელიც 11 განზომილებიან ჰიპერსტრიფცეში რეზონირებს.
მეორე თავი, დიდი გაერთიანების თეორია. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ფიზიკის საბოლოო მიზანი გაერთიანებაა. სამყაროს მარცხენა და მარჯვენა ხელის გაერთიანება. კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის ერთიან ჩარჩოში მოქცევა, რათა შეიქმნას კვანტური მექანიკის რელატივისტური თეორია. სწორედ ეს არის ფიზიკის უმთავრესი მიზანი. დღემდე ყველა გამოცდას მხოლოდ ერთმა თეორიამ გაუძლო, სიმების თეორიამ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სწორია, რადგან მისი ექსპერიმენტულად შემოწმება ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. თეორია აღწერს ნაწილაკებს, რომელთა ენერგიები ბევრად აღემატება ყველაფერს, რისი შექმნაც დღეს დედამიწაზე შეგვიძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩვენ ჯერ კიდევ ზედმეტად პრიმიტიულები ვართ, იმისთვის, რომ სიმების თეორია გამოვცადოთ. სიმების თეორია არსებობს. შეგვიძლია მასზე მუშაობა, მისი მათემატიკური შესწავლა, მაგრამ მისი პირდაპირი შემოწმება ჯერ შეუძლებელია. რადგან ის ისეთ სამყაროებს აღწერს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას სცდება. ზოგი ამბობს, კარგი, თუ სიმების თეორია არ მომწონს, სხვა ალტერნატივა მითხარით. სიმართლე კი ის არის, რომ ასეთი ალტერნატივა არ არსებობს. ბევრმა სადა, მეცნიერების უდიდესმა წარმომადგენლებმა, ჰაიზენბერგმა, ვოლფგანგ პაულიმა და შრედინგერმა კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის გაერთიანებას სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. სიმების თეორია ერთადერთი თეორიაა, რომელმაც ამ გზაზე გადარჩენა მოახერხა. ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისეთი გამაერთიანებელი პრინციპის პოვნაა, რომელიც მრავალ განსხვავებულ მოვლენას ერთი საერთო იდეით ახსნის. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო იმის გაცნობიერება, რომ სიმების თეორია ფაქტობრივად მუსიკის თეორიაა. ადამიანურ გამოცდილებაში კიდევ რომელი იდეა გვაძლევს საშუალებას, ასე ფართოდ ამხსნათ სამყარო. ეს არის მუსიკა. მუსიკა გადმოსცემს ემოციებს, გრძნობებს, ქმნის ახალ სამყაროებს ჩვენს წარმოსახვაში. ის ყოველდღიური ცხოვრების ერთადერთი მოდელია, რომელიც სამყაროს ერთიან სურათს გვაჩვენებს. ემოციები, გრძნობები, ყველაფერი ვიბრირებად სიმებშია მოქცეული. სწორედ ამიტომ მივხვდი, რომ ვიბრირებადი სიმები არის პარადიგმა და შესაძლოა ერთადერთი პარადიგმა, რომელიც საკმარისად მდიდარია მთელი სამყაროს ასახსნელად. ზოგი მეკითხება, კარგი, სიმების თეორია საინტერესოა, მაგრამ მე რა სარგებელს მომიტანს? რატომ უნდა მაინტერესებდეს? პასუხი ასეთია. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, სიმების თეორიის შედეგია, თვით სიცოცხლის ჩათვლით. ამიღოთ მაგალითად ფოტოსინთეზი. ფოტოსინთეზის წყალობით არსებობს სიცოცხლე. როგორ ახერხებს ბუნება, რომ ნახშირორჟანგისა და მზის სინათლისგან ჟანგბადი და საკვები შექმნას? ეს ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა. და რა ხდის მას შესაძლებელს? კვანტური მექანიკა. მის გარეშე ატომები უბრალოდ დაიშლებოდნენ. წარმოიდგინეთ მზის სისტემა, პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ორი ასეთი სისტემა ერთმანეთს შეეჯახა. რა მოხდება? ყველაფერი სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტება. მხოლოდ გრავიტაცია ვერ ქმნის სტაბილურობას. გრავიტაციის კლასიკური თეორია ვერ წარმოქმნის სტაბილურ მატერიას. მზის სისტემები ერთმანეთს შეეჯახებიან, პლანეტები გაიფანტებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, კლასიკური ნიუტონისეული ფიზიკა თავისთავად არასტაბილურია. მის საფუძველზე სტაბილური სამყარო შექმნა შეუძლებელია. მაგრამ, როდესაც გრავიტაციას კვანტური ბუნება აქვს, ჩნდება ტალღები და ამ ტალღებთან ერთად სტაბილურობა. ამის შედეგად წარმოიქმნება მოლეკულები. წარმოიქმნება ისეთი გიგანტური მოლეკულებიც, როგორიცაა დნმ, რომელიც ათასობით ატომისგან შედგება. ნიუტონისეულ სამყაროში ეს ყველაფერი დაიშლებოდა. ფოტოსინთეზი შეუძლებელი იქნებოდა, სიცოცხლეც შეუძლებელი იქნებოდა. კლასიკურ სამყაროში, სადაც ნაწილაკები მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ, შეჯახებისას ისინი უბრალოდ გაიფანტებიან. კვანტური მექანიკა კი სტაბილურობას გვაძლევს. ის ქმნის სტაბილურ ატომებს. ატომებს, რომლებიც სიცოცხლეს წარმოქმნიან. ატომებს, რომელთაგანაც ჩვენი სხეული შედგება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ კვანტურ მექანიკას გამოვრთავ. წამში გაქრება. რა მოხდება? მეც გავქრები, დავიშლები.
ანუ უფრო მარტივად, ჩვენ თავად ვართ კვანტური მექანიკის შედეგი. მის გარეშე უბრალოდ დავიშლებოდით. კვანტური მექანიკა ატომებს ერთად აკაბებს. ისააკ ნიუტონის კლასიკური მექანიკა სტაბილური მატერიის შესაქმნელად საკმარისი არ არის. თუ მზის სისტემები ერთმანეთს შეეჯახებიან, ისინი თავიანთ ნაწილებს ყველა მიმართულებით გაფანტავენ. ამიტომ გვჭირდება კვანტური მექანიკა სტაბილური მატერიის შესაქმნელად. მის გარეშე თქვენ უბრალოდ გაუჩინარდებით. დაიშლებით სუბატომური ნაწილაკების ერთგვარ ნისლად. როდესაც 1968 წელს პირველად დავიწყე სიმების თეორიაზე მუშაობა, არსებობდა უამრავი ბრწყინვალე განტოლება, მაგრამ მათ შორის რა კავშირი იყო? უნდა არსებულიყო საერთო ენა, რომელიც ყველა ამ განტოლებას გააერთიანებდა. ფიზიკაში ამ ენას ველის თეორია ეწოდება, ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი. აუცილებლად უნდა არსებობდეს სიმების ველის თეორია, რომელიც სიმების თეორიის ყველა განტოლებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. სწორედ ეს არის ჩემი განტოლება. მე ვარ სიმების ველის თეორიის შემქმნელი. თეორიისა, რომელიც სიმების თეორიის ყველა ძირითად განტოლებას ერთიან ჩარჩოში აერთიანებს. ზოგი მეკითხება, მაშ რა არის სიმების თეორია? ჩემი პასუხია: ეს არის დაახლოებით 1 დუიმის, დაახლოებით 2.5 სანტიმეტრის სიგრძის განტოლება. საიდან ვიცი? იმიტომ რომ ეს ჩემი განტოლებაა. ერთ დღეს უნივერსიტეტში სტუდენტებს ელექტრომაგნეტიზმს ვასწავლეთი. იგივე ექსპერიმენტებს ელექტროენერგიაზე ისევ და ისევ ვიმეორებდით. უცებ გამიელვა. ელექტრული ველის ძალისხაზები გარკვეულწილად სიმებს გავს. თუ ელექტრობისთვის არსებობს ველის თეორია, მაშინ სიმებისთვისაც უნდა არსებობდეს ველის თეორია. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამის უპირატესობა ის იქნებოდა, რომ მექნებოდა მხოლოდ ერთი განტოლება. არა უმეტეს 1 დუიმის სიგრძისა, რომელიც სიმების თეორიას მთლიანად აღწერდა. ნაცვლად ასობით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განტოლებისა და ემპირიული წესისა. თუ რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე, სწორედ ეს არის სიმების თეორიის ერთიანი, გამაერთიანებელი ველის თეორიის შექმნა. თავი მესამე, ცნობიერება. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანური ცნობიერებაც კვანტურ დონეზე იბადებოდეს. ზუსტად არ ვიცი, როგორ არის მოწყობილი ადამიანის ტვინი. ეს მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. ზოგი ფიქრობს, რომ ტვინის მუშაობის ახსნა ჩვეულებრივი მექანიკით, ტრანზისტორებითა და ელექტრული სისტემებითაც შეიძლება, მაგრამ შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს. შესაძლოა აქ კვანტურ მექანიკასაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. პირადად მე ვფიქრობ, რომ კვანტური მექანიკა მართლაც მონაწილეობს ამ პროცესში. განსაკუთრებით იმის გამო, რასაც თავისუფალ ნებას ვუწოდებთ. რა არის თავისუფალი ნება? ეს არის უნარი, საკუთარი სურვილით შევქმნათ ახალი იდეები და დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ისე რომ წინასწარ არ ვიყოთ დაპროგრამებული. ჩვენ გვგონია, რომ თავისუფალი ნება გვაქვს, რობოტს კი არა. რობოტი მექანიკური და დეტერმინისტული სისტემაა. როგორც კი ჩართავთ, ის ისევ და ისევ ერთსა და იმავე მოქმედებებს იმეორებს. ამიტომ რობოტებზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტს თავისუფალი ნება არ გააჩნია. ჩვენ კი გვგონია, რომ გვაქვს. მართლა მაქვს თავისუფალი ნება? არ ვიცი. მე მგონია, რომ მაქვს. მგონია, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი ვარ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თავისუფალი ნება არსებობს. თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. მაშ რა არის ის ელემენტი, რომელიც გვაკლია? კვანტური მექანიკა. თუ ჩემი ტვინი მხოლოდ ციფრული სისტემა იქნებოდა, მაშინ თავისუფალი nebაც არ მექნებოდა. მე უბრალოდ რობოტი ვიქნებოდი. კვანტური მექანიკა კი სამყაროში განუსაზღვრელობას შემოაქვს. სწორედ ეს განუსაზღვრელობა ქმნის შემოქმედებითობას, აზროვნებასა და ცნობიერებას. ამიტომ შესაძლოა ცნობიერებაც კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შედეგი იყოს. თავი მეოთხე, კვანტური სამყარო და ფიზიკური სამყარო. მატერიისა და ენერგიის ბუნების შესწავლის 2000 წლის განმავლობაში მეცნიერებამ ორი უდიდესი თეორიული სისტემა შექმნა. ერთი მათგანია უსაზღვროდ დიდი მასშტაბების თეორია, ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც აღწერს დიდ აფეთქებას, კვაზარებსა და სამყაროს გრანდიოზულ სტრუქტურებს. მეორე კი უსაზღვროდ მცირე მასშტაბების თეორია, კვანტური მექანიკა. პრობლემა ის არის, რომ ბუნებას თითქოს ორი ხელი აქვს. კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.
მაგრამ ეს ორი თეორია ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ მათ პირდაპირ გავაერთიანებთ, მათემატიკა ფეთქდება. ეს ფიზიკის უდიდესი პრობლემაა. როგორ უნდა გავაერთიანოთ ფარდობითობის თეორია, რომელიც დიდ მასშტაბებს აღწერს, და კვანტური თეორია, რომელიც უმცირეს სამყაროს ხსნის? დღეს მათემატიკაში მხოლოდ ერთი კონსტრუქცია არსებობს, რომელიც ამ ორ თეორიას აერთიანებს. სიმების თეორია. ეს ძალიან საკამათო თეორიაა. არ ვიცით, სწორია თუ არა, რადგან მისი ექსპერიმენტულად შემოწმება ჯერ შეუძლებელია. თუმცა დღემდე სხვა ალტერნატივაც არ არსებობს. თუ აინშტაინის კლასიკურ თეორიას, კვანტურ შესწორებებს დავუმატებთ, სიმების თეორიაში საბოლოოდ სასრული შედეგი მიიღება. მეცნიერები ამას 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ ჯერზე, როდესაც ფარდობითობის თეორიაზე კვანტური მექანიკის დამატებას ცდილობდნენ, მათემატიკური მოდელი იშლებოდა. როჯერ პენროუზს საპირისპირო გზით სურს სიარული. მას კვანტური მექანიკის გრავიტაციასთან დაკავშირება სურს. ვუსურვებ წარმატებას. იმედი მაქვს შეძლებს. მაგრამ საბოლოო პასუხს მხოლოდ შედეგები გვიჩვენებს. დღესდღეობით ერთადერთი თეორია, რომელსაც ამ ორი უდიდესი ფიზიკური თეორიის გაერთიანება შეუძლია, სიმების თეორიაა. თუმცა მასაც თავისი გამოწვევა აქვს. რატომ არსებობს სიმების თეორიის ამდენი განსხვავებული ვარიანტი? როგორ აღმოჩნდა, რომ სიმების თეორიას ერთი უნიკალური ამოხსნა არ აქვს, როგორც ბევრს გონია? იგივეა ნიუტონის გრავიტაციის კანონებიც. რამდენი ამოხსნა აქვს ნიუტონის კანონებს? უსასრულოდ ბევრი. ზარბაზნის ბირთვების მოძრაობა, ჩოგბურთის ბურთი, ცურვა, ასტეროიდები, მზეები, ვარსკვლავები. ეს ყველაფერი ნიუტონის განტოლებების სხვადასხვა ამოხსნაა. სიმების თეორიაც ზუსტად ასე მუშაობს. მასაც უსასრულოდ ბევრი ამოხსნა აქვს, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია, რომელი მათგანი აღწერს სწორედ ჩვენს სამყაროს. ეს დღეს სიმების თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს უამრავი ლამაზი და მათემატიკურად გამართული მოდელი, მაგრამ რომელი მათგანია ჩვენი სამყარო, ჯერ არ ვიცით. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯერ კიდევ საკმარისად არ გვესმის თავად დიდი აფეთქების ბუნება. როდესაც სამყაროს წარმოშობას უკეთ გავიგებთ, მაშინ სიმების თეორიასაც შევამოწმებთ. დღეს კი ჯერ ეს ცოდნა არ გაგვაჩნია. თავი მეხუთე. მულტისამყაროს თეორია. პირადად მე ვფიქრობ, და ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ არსებობს მულტისამყარო. წარმოუდგინეთ საპნის ბუშტი. ის შეიძლება სხვა ბუშტს შეეჯახოს და უფრო დიდი ბუშტი წარმოქმნას. ან გაიყოს და ორი პატარა ბუშტი შექმნას. ჩემი აზრით, სწორედ ასე ხდება დიდი აფეთქებაც. დიდი აფეთქება შეიძლება ბუშტების შეჯახების ან გაყოფის შედეგი იყოს. ეს არის მულტისამყაროს იდეა. არსებობს არა ერთი, არამედ უსასრულოდ მრავალი სამყარო. დროის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი ბუშტი გაფართოვდა და ჩვენი სამყარო შექმნა, მაგრამ მის მიღმაც სხვა ბუშტებიც არსებობენ, რომლებიც ასევე შეიძლება გაფართოვდნენ და საკუთარი სამყაროები წარმოქმნან. სწორედ ამიტომ აქვს სიმების თეორიას უსასრულოდ ბევრი ამოხსნა. ეს სხვადასხვა ტიპის დიდი აფეთქებების სხვადასხვა სცენარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დიდი აფეთქებები მუდმივად ხდება. შესაძლოა ახლაც სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ახალი სამყაროები იბადებიან, თუმცა მულტისამყაროს არსებობის პირდაპირ მტკიცებულებაც ჯერ არ გვაქვს. ამჟამად ის მხოლოდ თეორიაა. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება, კონკრეტული მტკიცებულება. შესაძლოა ასეთი მტკიცებულება ბნელი მატერიის კვლევიდან მივიღოთ. სიმების თეორია მხოლოდ ელექტრონების, პროტონებისა და ნეიტრონების თეორია არ არის. ეს მუსიკის თეორიას ჰგავს, მაგრამ ბევრად უფრო მაღალი ნოტებით. ისეთ ვიბრაციებით, რომლებიც ელექტრონსა და პროტონზე მაღლა მდებარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ისინი შეიძლება იყვნენ ბნელი მატერია. ბნელი მატერია სამყაროს მატერიის უდიდეს ნაწილს შეადგენს. დიდხანს გვეგონა, რომ სამყარო ძირითადად ატომებისგან შედგებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. დღეს ვიცით, რომ სამყაროს უმეტესი ნაწილი ბნელია. ის ატომებისგან საერთოდ არ შედგება. შესაძლოა ის სიმების კიდევ ერთი ოქტავა იყოს. რამდენი ოქტავა აქვს სიმს? უსასრულოდ ბევრი. ამიტომ მატერიის ფორმებიც ისევე როგორც შესაძლო სამყაროები შეიძლება უსასრულო რაოდენობით არსებობდეს.
ბნელ მატერიას ტელესკოპებითა და თანამედროვე ინსტრუმენტებით ვიკვლევთ. ეს უკვე სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ არის. სამყაროს უდიდესი ნაწილი მართლაც ბნელი მატერიისგან შედგება. და სიმების თეორია დღეს ერთადერთი თეორიაა, რომელიც არამხოლოდ ჩვეულებრივ ნაწილაკებს, არამედ ბნელ მატერიასაც შეიძლება ხსნიდეს. ზოგი ფიქრობს, რომ შავი ხვრელი სივრცეში არსებული ხვრელია. თუ ასეა, მაშინ რას უკავშირდება ის? ამ იდეაზე პირველად ალბერტ აინშტაინმა ისაუბრა. 1935 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც შავი ხვრელი სხვა სამყაროში გადასასვლელ კარიბჭედ განიხილა. წარმოიდგინეთ ორი ძაბრი, რომლებიც ვიწრო ყელით ერთმანეთს უკავშირდება. აინშტაინმა სწორედ ასეთი მოდელი წარმოადგინა. მის მიხედვით შავი ხვრელის მეორე მხარეს შესაძლოა კიდევ ერთი შავი ხვრელი იყოს. ორი შავი ხვრელი ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს ასეთ სტრუქტურას აინშტაინ-როზენის ხიდს, ანუ ჭია ხვრელს ვუწოდებთ, wormholes. ხიდს, რომელიც ორ სამყაროს აკავშირებს. ზოგი ამბობს, ეს ხომ სამეცნიერო ფანტასტიკაა. დიახ, რადგან საუბრობთ იმ ფიზიკაზე, რომლის შემოწმებაც დღევანდელი ტექნოლოგიებით ჯერ არ შეგვიძლია. მაგრამ არაერთხელ მომხდარა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მომავალში რეალურ მეცნიერებად ქცეულა. თუ სხვა სამყაროებში გადასასვლელი კარიბჭეები მართლაც არსებობს, იქნებ ისინი სამყაროს საბოლოო სიკვდილისგან თავის დაღწევის გზაც იყოს. სამყარო ფართოვდება, მაგრამ რაში ფართოვდება? რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი? ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ გაფართოება არასოდეს დასრულდება. სამყარო თანდათან გაცივდება. საბოლოოდ ყველაფერი გაიყინება. ფიზიკა მხოლოდ სამყაროს დასაწყისს კი არ აღწერს, არამედ მის დასასრულსაც. დედამიწა დაახლოებით 5 მილიარდ წელიწადში განადგურდება, როდესაც გაფართოებული მზე მას შთანთქავს. თავად მზეც ერთ დღეს მოკვდება, არა ცეცხლში, არამედ სიცივეში. მილიარდობით წლის შემდეგ ის გაცივდება, იგივე ბედიელის ვარსკვლავებსაც. ერთ დღეს მათ ბირთვული საწვავი ამოეწურებათ და ისინიც გაცივდებიან. მაშინ მთავარი კითხვა ასეთია: სამყარო ცეცხლში დასრულდება თუ ყინულში? პასუხია: არ ვიცი. მაგრამ თუ მულტისამყაროს თეორია სწორია, მაშინ ალბათ ჩვენი სამყარო საბოლოოდ გაიყინება. და სამყაროს საბოლოო სიკვდილისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა შეიძლება მისი დატოვება იყოს. ხელოვნური ჭიახრელის შექმნა, კარიბჭის გახსნა სხვა სამყაროში. ასეთი თეორიები ფანტასტიკურ ფილმებში არაერთხელ გვინახავს. ერთგვარი კოსმოსური სამაშველო ნავის შექმნა, რომელიც გონიერ სიცოცხლეს მომაკვდავი სამყაროდან ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე სამყაროში გადაიყვანს. თავი მეექვსე. სიმულაციის თეორია. რას ვფიქრობ სიმულაციის თეორიაზე? ფილმის მატრიცა ნახვის შემდეგ ბევრს უჩნდება კითხვა. ნუ თუ ეს მხოლოდ ფილმია, თუ მართლაც შესაძლებელია რომ ვიღაცის მიერ შექმნილ სიმულაციაში ვცხოვრობდეთ. თითქოს მარიონეტები ვიყოთ, რომელთა ძაფებსაც ვიღაც მართავს. ვიღაც აჭერს გაშვების ღილაკს. სამყარო იწყებს არსებობას. შემდეგ კი გაჩერების ღილაკს აჭერს და ყველაფერი ჩერდება. არის თუ არა ეს შესაძლებელი? მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, კვანტური მექანიკა სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს. მრავალ შესაძლო შედეგსა და მრავალ შესაძლო სამყაროს. ამიტომ სიმულაციის თეორიის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერასოდეს გაიგებ, მართლაც წინასწარ იყო თუ არა ყველაფერი დაწერილი და სცენარის მიხედვით ვითარდება თუ არა მოვლენები. ეს ექსპერიმენტულად შეუმოწმებელი თეორიაა. ამის გარდა, ჩემი აზრით, ის ეწინააღმდეგება კვანტურ მექანიკას და ასევე განუსაზღვრელობის პრინციპს. მატრიცის მოდელი უფრო ნიუტონისეული დეტერმინისტული სამყაროა, სადაც ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. მაგრამ ჩვენი სამყარო ასეთი არ არის. ის კვანტურ კანონებს ემორჩილება. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ მატრიცაში ვცხოვრობთ. არც ეს ჩვენი საუბარი იყო წინასწარ განსაზღვრული. თავი მეშვიდე. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები UFO. როდესაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ცნობებს ვაანალიზებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი დაახლოებით 95% შეიძლება ბუნებრივი ან ტექნიკური მიზეზებით აიხსნას. თუმცა დარჩენილი დაახლოებით 5% ნამდვილად სერიოზულ ინტერესს იწვევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთი იგივე მოვლენა ერთდროულად მრავალმა თვითმხილველმა დააფიქსირა და ის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებითაც დაფიქსირდა. სწორედ ეს არის მეცნიერული სტანდარტი. თუ გსურს ინტელექტუალური არამიწერი სიცოცხლის პოვნა, მხოლოდ მფრინავი თეფშების დანახვა საკმარისი არ არის. ჩვენ გაცილებით ძლიერი მტკიცებულება გვჭირდება. დღეს უკვე არსებობს უამრავი დაკვირვებისა და
არაბის უპოვია უცხოპლანეტური ტექნოლოგია. არაბის დაუჭერია უცხოპლანეტელი. ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა. ზოგი მწერს, რომ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, მათ ხომალდში იმყოფებოდა და დარწმუნებულია, რომ ისინი აქ არიან. ასეთ ადამიანებს ვპასუხობ. თუ ოდესმე კიდევ გაგიტაცებენ, აუცილებლად წამოიღეთ რამე. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მიკროჩიპი, ჩაქუჩი თუ ტრანზისტორი. რამე მაინც წამოიღეთ. მაშინ უკვე რეალური მტკიცებულება გექნებათ, რომ მათ ხომალდზე იმყოფებოდით. დღეს ასეთი მტკიცებულება არ გაგვაჩნია. ჯერ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, როდესაც მეცნიერული მტკიცებულების ოქროს სტანდარტი ჰქვია. დღეს არ არსებობს განმეორებადი მრავალჯერ დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მაღალგანვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობას. ამჟამად არ ვფიქრობთ, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სარაკეტო ხომალდები შესაძლებელია. თუმცა შესაძლებელი იყოს ეგრეთ წოდებული warp drive. მისი ორი შესაძლო გზა არსებობს. წარმოიდგინეთ, რომ ხალიჩაზე გადადიხართ. ერთი გზა არის ხალიჩის დაჭმუჭნა, რათა ორ წეტის შორის მანძილი შემცირდეს და პირდაპირ გადახდეთ. მეორე გზა კი ხალიჩაში ხვრელის გაჭრა, რათა პირდაპირ ერთი ადგილიდან მეორეში მოხვდეთ. ფიზიკაში ამ მეორე ვარიანტს ჭიახრელი wormhole ეწოდება. სივრცე დროში გამავალი გვირაბი. პირველი იდეა კი ალკუბიერეს ძრავას ეფუძნება. მიგელ ალკუბიერემ აინშტაინის განტოლებების ახალი ამოხსნა იპოვა, რომელიც სივრცე დროის დამახინჯების გზით სინათლეზე სწრაფ მოძრაობას თეორიულად შესაძლებლად მიიჩნევს. თუმცა აინშტაინის თეორიასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მაშინ რატომ არ გვაქვს ასეთი ტექნოლოგია? პასუხი მარტივია: ენერგია. ამისთვის პლანკის, ანუ უზარმაზარი მასშტაბის ენერგიაა საჭირო. ჩვენ კი ამ ენერგიამდე ძალიან შორს ვართ. დღევანდელ ნაწილაკების ამაჩქარებლებს მხოლოდ ტრილიონობით ელექტრონვოლტის მიღწევა შეუძლიათ. პლანკის ენერგია კი დაახლოებით ამ მასშტაბის გიგაელექტრონვოლტია. წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობით. ასეთი ენერგია მხოლოდ მესამე ტიპის ცივილიზაციას თუ ექნებოდა. ასეთ ცივილიზაციას უკვე შეეძლებოდა სივრცე დროის დამახინჯება. შესაძლოა დროში მოგზაურობის ტექნოლოგიის შექმნაც კი, მაგრამ ჩვენ ჯერ იქამდე ძალიან შორს ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ნულოვანი ტიპის ცივილიზაცია ვართ. კარლ საიგანისა და ნიკოლაი კარდაშების შკალითაც კი ჩვენი ტექნოლოგიური დონე დაახლოებით 0.7 შეადგენს. პირველი ტიპის ცივილიზაცია მთლიანად საკუთარი პლანეტის ენერგიას აკონტროლებს. ჩვენ ამ დრომდე ჯერ არ მივსულ ვართ. ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა, რომელსაც მისი თქმით, საიდუმლო მასალებზე ჰქონდა წვდომა, განაცხადა, რომ არსებობდა არამხოლოდ ცაში ნანახი ობიექტები, არამედ ჩამოვარდნილი ხომალდებიც და უცხოპლანეტთა სხეულებიც. მაგრამ როდესაც კონგრესში მას მტკიცებულება მოსთხოვეს, თქვა: მე პირადად ასეთი მტკიცებულება არ მინახავს. მხოლოდ იმ ადამიანებს ვესაუბრე, რომლებიც ამბობენ, რომ ნახეს. ჩემი პოზიცია ასეთია. გონება ყოველთვის ღია უნდა გვქონდეს. შესაძლოა მართლაც ასეა, შესაძლოა არა. მაგრამ საჭიროა მყარი მტკიცებულება. ამჟამად ასეთი მტკიცებულება არ გვაქვს. პირადად მე მჯერა, რომ სამყაროში ინტელექტუალური სიცოცხლე არსებობს სხვაგან. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ. ნამდვილი კითხვა კი ასეთია: შეგვიძლია თუ არა მათთან მისვლა, ან ისინი თუ მოსვლან ჩვენთან? ამის პასუხი მხოლოდ ცაში უცნაური ობიექტის დანახვა ვერ იქნება. საჭიროა მტკიცებულება. თუ ისინი მართლაც აქ მოდიან, უნდა ვიკითხოთ, როგორ. ამ დროს ხვდები, რომ პირველი ან მეორე ტიპის ცივილიზაციასაც კი დედამიწამდე მოსვლა ძალიან გაუჭირდებოდა. თუ ვინმე აქ ნამდვილად ჩამოდის, შესაძლოა მესამე ტიპის ცივილიზაცია იყოს. ასეთი ცივილიზაცია დაახლოებით 100,000 წლით იქნება ჩვენზე განვითარებული. ასეთი ტექნოლოგიური განვითარების შემთხვევაში მათ უკვე შეეძლებოდათ პლანკის ენერგიის გამოყენება. შემდეგ კი ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: თუ ისინი არსებობენ, რატომ არ გვეკონტაქტებიან? წარმოიდგინეთ, სოფლის გზაზე ირემს შეხვდით. ცდილობთ ესაუბროთ, ცოტა ხანს ინტერესით გიყურებთ, მაგრამ საბოლოოდ მოგბეზრდებათ, რადგან პასუხს ვერ გცემთ. ირემის შეშინდება და გაიქცევა. ფიქრობ, შესაძლოა ჩვენც ასე აღგვიქვან. მათთვის შეიძლება უბრალოდ მოსაწყენები ვიყოთ. რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ოქრო? ვერცხლი? შესაძლოა მათ ცივილიზაციაში ამ ყველაფერს საერთოდ არ ქონდეს ღირებულება. ამიტომ თუ ოდესმე გვესტუმრებიან, ალბათ უბრალოდ შეგვისწავლიან, დაგვაგვირდებიან, გაგვიკეთებენ ანალიზს.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ინტერესსაც დაკარგავენ. ისევე როგორც ჩვენ არ ვატარებთ დიდ დროს ცხოველების ქცევის შესწავლაში. რამდენი განზომილება არსებობს? ბავშვობაში ხშირად მივდიოდი სან-ფრანცისკოს იაპონურ ბაღში, სადაც პატარა აუზში თევზები დაცურავდნენ. ერთხელ წარმოვიდგინე, რომ იქ მეცნიერი თევზი ცხოვრობდა. ის ამბობდა, აუზის გარეთ არაფერი არსებობს. ეს არის მთელი სამყარო. სიცოცხლეც მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. შემდეგ წარმოვიდგინე, რომ ეს თევზი ხელში ავიყვანე და მესამე განზომილებაში ამოვიყვანე. რას დაინახავდა? არსებებს, რომლებიც ფარფლების გარეშე გადაადგილდებიან. არსებებს, რომლებიც წყლის გარეშე ცხოვრობენ. მისთვის ეს ფიზიკისა და ბიოლოგიის სრულიად ახალი კანონები იქნებოდა. შემდეგ ისევ აუზში დაბაბრუნე. რა სიტყოდა? აღმოჩნდა, რომ არსებობს კიდევ ერთი სამყარო, მეორე განზომილების მიღმა. დღეს ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თევზები. ვფიქრობ, რომ სამყარო მხოლოდ სამგანზომილებიანია, წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ. დღეს სიმების თეორია მხოლოდ 10 და 11 განზომილებაშია მათემატიკურად სტაბილური. 13, 14 ან 15 განზომილებაში კი აღარ მუშაობს. ეს ერთადერთი ცნობილი თეორიაა, რომელიც თავად განსაზღვრავს, რამდენი განზომილება უნდა არსებობდეს. ნიუტონის კანონები კი ნებისმიერი რაოდენობის განზომილებაში შეიძლება ჩაიწეროს. მაგრამ სიმების თეორია გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ დიდი აფეთქება 11 განზომილებიან სივრცეში მოხდა. ჩვენი სამყარო კი მხოლოდ ერთი ბუშტია, რომელიც იმ 11 განზომილებიანი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა. თავი მერვე, მომავლის ხედვა. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საუკუნის წინ ცხოვრობთ თქვენს წინაპარს, შეხვდით და მოუყევით თვითმფრინავებზე, კოსმოსურ რაკეტებსა და კომპიუტერებზე. ის აუცილებლად გიჟად ჩაგთვლიდათ. What would your ancestor think? Your ancestor would think, you're crazy. მისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა მთვარეზე გაფრენა, ან ისეთი კომპიუტერი, რომელიც ადამიანის ტვინზე მილიონჯერ სწრაფად ითვლის. ჩვენი წინაპრებისთვის ჩვენი სამყარო სამეცნიერო ფანტასტიკა იქნებოდა. თუ ჩვენ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ცხოვრებ ჩვენს შთამომავლებს შევხვდებოდით, ალბათ მათ ღმერთებად მივიჩნევდით. ისინი შეძლებენ სიცოცხლის, მატერიისა და ენერგიის მართვას, იმას, რაც დღეს ჩვენთვის თითქმის მითოლოგიას ჰგავს. სამყაროს მომავალი. ის, რაც დღეს შეუძლებლად გვეჩვენება. შესაძლოა ჩვენი შორეული შთამომავლებისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყოს. შესაძლოა ერთ დღეს ადამიანები შეძლებენ რეალობის, სიცოცხლის, მატერიისა და ენერგიის მართვას. დღეს ამას ჯადოქრობისა და მაგიის სამყაროს მივამსგავსებდით. მაგრამ მომავალში ეს შეიძლება მეცნიერების ჩვეულებრივ მიღწევად იქცეს. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთი ჩვეულებრივი დღე და რომელ ეპოქაში? დაახლოებით 2150 წელს. ხშირად მეკითხებიან, თუ მეცნიერი ხარ, მაშინ მომავალი იწინასწარმეტყველე. პასუხი მარტივია. ზუსტად არ ვიცი, როგორი იქნება მომავალი, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ნათელ ვარაუდებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიცით, რა მიმართულებით ვითარდება ფიზიკა და ქიმია. ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სამყაროში, სადაც ყველაფერი მაგიასა და ჯადოქრობას მიეწერებოდა. არ არსებობდა კანონები, განტოლებები და სამეცნიერო პრინციპები. დღეს კი ეს პრინციპები უკვე გაგვაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება შეგვიძლია, მაგრამ გონივრული პროგნოზების გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. მაგალითად, ვფიქრობ, რომ მომავლის კომპიუტერები კვანტური იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ერთეული კვანტური კომპიუტერები უკვე გვაქვს. ისინი მილიონჯერ უფრო მძლავრი გახდებიან, ვიდრე დღევანდელი კომპიუტერები. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტიც სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. შესაძლოა ისეთ სამყაროში ვიცხოვროთ, სადაც ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ციფრული სამყარო დეტერმინისტულია, ის ნიუტონისეულ კანონებს ჰგავს. კვანტური კომპიუტერი კი კვანტური მექანიკის სამყაროში მუშაობს. იგი უსასრულო რაოდენობის შესაძლო მდგომარეობებით ოპერირებს. ასეთი კომპიუტერები უკვე არსებობს. ჯერ სრულყოფილი არ არიან, მაგრამ კონკრეტულ ამოცანებში ისინი უკვე მილიონჯერ აღემატებიან კლასიკურ კომპიუტერებს. მათი მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ თითოეულ მომენტში მხოლოდ კონკრეტულ კვანტურ ამოცანაზე მუშაობენ. თუმცა პრინციპულად მათი პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, 100 წლის შემდეგ ჩვენი შთამომავლები ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთებს დაემსგავსებიან. ისინი შეძლებენ მატერიის, ენერგიისა და სიცოცხლის მართვას ისე, რომ ეს ჩვენთვის დღეს ნამდვილ მაგიას დაემსგავსება. ჩვენ უკვე შეგვიძლია გენების შეცვლა, თითო გენის დონეზე. მომავალში შესაძლოა მთელი გენომის შეცვლა შევძლოთ.
ამის შედეგად თავად სიცოცხლის განვითარების მიმართულებასაც შევცვლით. ტექნოლოგია მხოლოდ დაავადებების სამკურნალოდ აღარ იქნება. შესაძლოა საკუთარი თავის გარდაქმნაც შევძლოთ. შევქმნათ საკუთარი ევოლუცია, კლონი. დავასახლოთ სხვა სამყაროები და საბოლოოდ კაცობრიობის ბედიც თავად გამსაზღვროთ. მაგალითად, თუ ოდესმე მარსს დავასახლებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იქ სხვა გრავიტაცია, ატმოსფერო და ტემპერატურაა. რატომ უნდა ვცადოთ მარსის დედამიწად გადაქცევა? შესაძლოა უფრო მარტივი იყოს საკუთარი თავის შეცვლა, რათა მარსზე ცხოვრებას შევეგუოთ. ანალოგიურად სხვა პლანეტებზეც. დღეს ეს სამეცნიერო ფანტასტიკაც ჟღერს, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ადამიანის ტვინია. ისტორიის განმავლობაში იგი ერთგვარ შავ ყუთად რჩებოდა. მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ აზროვნების პროცესს გარკვეული მექანიკური ანალოგები აქვს. შესაძლოა ტვინის ნაწილი კვანტური მექანიკის პრინციპებითაც მუშაობდეს. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა კვანტურ კომპიუტერებს ექნებათ. ისინი გარკვეულწილად უკვე იმგვარად ამუშავებენ ინფორმაციას, როგორც ამას კვანტური ტვინი გააკეთებდა. ეს სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისია. ეპოქისა, როდესაც საკუთარ თავს შევცვლით. თავი მეცხრე, უკვდავება. დღეს უკვე რეალურად განიხილება უკვდავების იდეაც. არსებობს მისი ორი ფორმა. პირველი ციფრული უკვდავება, მეორე ორგანული უკვდავება. ციფრული უკვდავება ნიშნავს საკუთარი თავის ციფრული ასლის შექმნას. ასეთი სისტემა ინახავს თქვენს მოგონებებს, აზროვნების სტილს, საუბრის მანერას და გარეგნობას. პირველი ასეთი სისტემები უკვე არსებობს. იქმნება თქვენი ციფრული გამოსახულება, რომელიც საუბრობს, პასუხობს კითხვებს და თქვენს ბიოგრაფიას იყენებს. ასეთი პროექტი უკვე განხორციელდა მსახიობ უილიამ შატნერთან. რამდენიმე დღის განმავლობაში მას ინტერვიუებს ართმევდნენ მისი ცხოვრების, იდეებისა და შეხედულებების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემების საფუძველზე მისი ციფრული ასლი, ავატარი შექმნეს. ეს უკვე ციფრული უკვდავების პირველი ნაბიჯია. დღეს ეს ტექნოლოგია ჯერ საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ უკვე შესაძლებელია. ასე, თქვენი შორეული შთამომავლები მომავალში შეძლებენ თქვენთან საუბარს. თქვენი საიდუმლოებები კი სურვილის შემთხვევაში თქვენთან ერთად დარჩება. აი, ორგანული უკვდავება კი გაცილებით რთული ამოცანაა. იგი ნიშნავს, რომ ფიზიკური სხეული უსასრულოდ იცოცხლებს. ერთ-ერთი იდეაა ტვინის სრული ციფრული რუკის შექმნა. დღეს მეცნიერებს უკვე შეუძლიათ მწერის ტვინის დაახლოებით 100,000 ნეირონის დეტალური ანალიზი. ადამიანის ტვინში კი დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია. ეს უზარმაზარი განსხვავებაა. თუმცა მხოლოდ დროის საკითხია, როდის შევძლებთ ადამიანის ტვინის სრულ ციფრულ კოპირებას. კიდევ ერთი იდეაა, რომ ადამიანი და რობოტი პარალელურად მუშაობდნენ. სანამ ტვინის თითოეული ნეირონი ეტაპობრივად იკვლევა, მისი ზუსტი ასლი რობოტში იქმნება. დღეს ეს ტექნოლოგიურად პრაქტიკული არ არის, მაგრამ ფიზიკის კანონები ამას არ კრძალავს. უკვე შესაძლებელია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირება. ასეთი სისტემები სამხედრო მედიცინაში შეიქმნა იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს. ტვინის სიგნალებით ისინი კომპიუტერს აკონტროლებენ. შემდეგ კი კომპიუტერი ხელოვნურ კიდურებს. მსგავსი ტექნოლოგია გამოყენებული იყო ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზეც. სრულიად პარალიზებულმა ადამიანმა ტვინის სიგნალებით ეგზო ჩონჩხი მართა. წამოდგა და სიმბოლური დარტყმა შეასრულა. დღეს ეს მხოლოდ მოძრაობის აღდგენას ემსახურება. მომავალში კი შესაძლოა ადამიანებს ზებუნებრივი შესაძლებლობები მისცეს. ისინი შეძლებენ ისეთი ძალისა და შესაძლებლობების გამოყენებას, რაც მხოლოდ რობოტებს აქვთ. შეიძლება სწორედ ასეთი ადამიანები გახდნენ მარსისა და სხვა პლანეტების პირველი კოლონიზატორები. დაახლოებით 100 წლის შემდეგ ეს შეიძლება რეალობადაც იქცეს. 1000 წლის შემდეგ კი შესაძლოა საკუთარი ცნობიერების ციფრულ ფორმატში გადატანაც შევძლოთ. შევინახოთ ის პროგრამული უზრუნველყოფის სახით. გავუშვათ კოსმოსური ხომალდით სხვა პლანეტებზე. ჩასვლის შემდეგ ეს ცნობიერება ეგზო ჩონჩხს დაუკავშირდება. ამრიგად ადამიანი საკუთარი ცნობიერებით შეძლებს მთვარეზე, მარსზე ან სხვა სამყაროში ყოფნას. თუ ორგანულ უკვდავებასაც მივახცევთ, გაცვეთილი ორგანოების შეცვლაც შესაძლებელი გახდება. ამ შემთხვევაში ადამიანი თითქმის განუსაზღვრელი დროით იცოცხლებს. შესაძლებელია თუ არა ცნობიერების მქონე მანქანის შექმნა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვუწოდებთ ცნობიერებას. დღეს ცნობიერების საყოველთაოდ მიღებული მეცნიერული განმარტება არ არსებობს.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ისეთი მანქანის შექმნა, რობოტის, რომელიც საკუთარ არსებობას გააცნობიერებს. გაიგებს სად იმყოფება, აღიქვამს გარემოს, ისაუბრებს, დასვამს კითხვებს, სხვებთან ურთიერთობას შეძლებს. იქნება თუ არა ეს ნამდვილი ცნობიერება. დღეს ამის პასუხი არ გვაქვს. თავი მეათე. ცივილიზაციის ტიპები. ფიზიკოსები ხშირად იყენებენ ცივილიზაციების კლასიფიკაციას, რომ წარმოვიდგინოთ სამყაროში სხვადასხვა ცივილიზაციის არსებობა. ჩვენ ასე დავყოფთით. პირველი ტიპის ცივილიზაცია მთლიანად აკონტროლებს საკუთარი პლანეტის ენერგიას. მართავს მიწისძვრებს, ვულკანებს, კლიმატს და მზისგან მიღებულ მთელ ენერგიას. მეორე ტიპის ცივილიზაცია უკვე საკუთარი ვარსკვლავის მთელ ენერგიას იყენებს. ის აღარ იღებს მხოლოდ მზის სინათლეს, მთლიანად აკონტროლებს ვარსკვლავის ენერგიას. მესამე ტიპის ცივილიზაცია კი მთელ galaktikაში გადაადგილდება, შამხრელებს იყენებს, galaktikურ მასშტაბებზე მოქმედებს. თუ უცხო პლანეტელები მართლაც გვესტუმრებიან, დიდი ალბათობით ისინი მესამე ტიპის ცივილიზაციას უნდა ეკუთვნოდნენ. კაცობრიობას თვითგანადგურების 4 ძირითადი საფრთხე ემუქრება: ბირთვული ომი, ბიოლოგიური იარაღი, გლობალური დათბობა, ხელოვნური ინტელექტის არასწორი გამოყენება. ამავე დროს მე ოპტიმისტი ვარ. თუ ისტორიას მხოლოდ 1 წლის ჭრილში შევხედავთ, ყველაფერი ცუდად ჩანს. თუ საუკუნეების ჭრილში შევხედავთ, პროგრესი აშკარაა. მეცნიერებას ჩემი აზრით თავისი მიმართულება აქვს. ის ადამიანების გათავისუფლებისკენ, ცოდნის გაზიარებისა და ტექნოლოგიების დემოკრატიზაციისკენ მიდის. ინტერნეტმა სწორედ ეს შეძლო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან დააკავშირა. თავი მე-11. დროის მანქანა. დრო მდინარეს ჰგავს. იგი ერთ-ერთი მიმართულებით მიედინება და თითქოს შეუქცევადია. მაგრამ აინშტაინის მიხედვით, დრო ყოველთვის სწორი მდინარე არ არის. მას შეიძლება მორევები ჰქონდეს. შეიძლება ორ ნაკადადაც გაიყოს. მას შესაძლებელია თუ არა წარსულში დაბრუნება. სტივენ ჰოკინგი ფიქრობდა, რომ ჭიახრელების გამოყენებით მომავალში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია. წარსულში დაბრუნება კი გაცილებით რთულია. მისი არგუმენტი ასეთი იყო: თუ წარსულში დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შეიქმნება დროის დახურული მარყურჟი. ასეთ მარყურჟში ენერგია დაგროვდება და საბოლოოდ დროის მანქანა თავად განადგურდება. თუმცა ამ იდეაში შეიძლება არსებობდეს ერთი გამონაკლისი. თუ მხოლოდ ერთჯერადი მოგზაურობა მოხდება და დროის უსასრულო მარყურჟი არ შეიქმნება, მაშინ შესაძლოა ეს პრობლემა აღარ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დღეს ისევ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის. მაგრამ მათემატიკა მიანიშნებს, რომ საკმარისად დიდი ენერგიის, პლანკის ენერგიის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია. მიჩიო კაკუ გამორჩეულად იმიტომ მომწონს, რომ მისი განსაკუთრებული სტილი ისაა, რომ ხშირად საუბრობს არამხოლოდ უკვე დამტკიცებულ მეცნიერებაზე, არამედ იმაზეც, რა შეიძლება იყოს შესაძლებელი ფიზიკის ცნობილი კანონების ფარგლებში. მაგალითად, მულტივერსი, მრავალი სამყარო, დროში მოგზაურობა, ციფრული უკვდავება, მოწინავე უცხოპლანეტური ცივილიზაციები. ამ თემებზე საუბრისას ის როგორც წესი განასხვავებს 3 კატეგორიას. რა არის უკვე ექსპერიმენტულად დადასტურებული, რა არის თეორიულად შესაძლებელი და რა რჩება მხოლოდ ჰიპოთეზად. ამიტომ ზოგჯერ მის ინტერვიუებს უყურებენ ისე, თითქოს ყველა იდეა უკვე დამტკიცებული იყოს. თუმცა თავად კაკუ ხშირად ხაზს უსვამს, რომ ბევრი საკითხი ჯერ მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა. თუ კოსმოსი, ფიზიკა და მომავლის ტექნოლოგიები გაინტერესებთ, მიჩიო კაკუ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამაგონებელი ავტორია. რადგან ცდილობს აჩვენოს, სად მთავრდება დღევანდელი მეცნიერება და სად იწყება მისი შესაძლო მომავალი. ამით კოდის ეს ეპიზოდი დასრულებულია. აუცილებლად დატოვე შენი მოსაზრება კომენტარებში. მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. დროებით.